ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჯომართ ტოკაევმა თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრისას განხილვის ერთ-ერთ მთავარ საკითხად ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენით ყაზახური ნავთობის გადაზიდვების გაზრდის თემა იყო. ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა თურქეთში ოფიციალური ვიზიტის დროს ჟურნალისტებისთვის გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დღეისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიხანის მილსადენით თურქეთში ყოველწლიურად 1.5 მილიონამდე ყაზახური ნავთობი გადაიზიდება და ჩვენ მიწოდების მოცულობების გაზრდის საკითხი განვიხილეთ და მივესალმებით თურქი პეტროლეუმის ყაზახეთის ბაზარზე მუშაობის დაწყების მზაობას. ასევე ჩვენ დაინტერესებული ვართ თურქული კომპანიების საინვესტიციო შესაძლებლობების გამოყენებით და მათი გამოცდილების ენერგიის წყაროებისა და ელექტროსადგურების მშენებლობების დივერსიფიკაციაში გამოსაყენებლად. მზად ვართ მსხვილი პროექტების ერთობლივი განხორციელებისთვის, აცხადებს ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ ჯომართ ტოკაევი. ერთობლივ პრესკონფერენციაზე, სადაც საქართველოს მიმართებით მხოლოდ დასახელება, ანუ ბაქო-თბილისი-ჯეიხანი იყო ნახსენები, აღინიშნა, რომ ყაზახეთში დაახლოებით 4,000 თურქული კომპანია მოქმედებს, რომლებთან ერთადაც 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტებია ჩამურად განხორციელებული და ეს პროექტები მოიცავს ენერგეტიკას, მშენებლობას, მრეწველობას, სოფლის მეურნეობას, ინფრასტრუქტურას, მედიცინას, ტურიზმს და სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებს. თურქეთში ყაზახური ინვესტიციების მოცულობამ 2,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტოკაევმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოლაპარაკებებს სავაჭრო ბრუნვის ზრდის პერსპექტივებზე. რახან ვახსენეთ თურქეთი და რაც შეეხება თურქეთ-საქართველოს ურთიერთობებს, მე ცხადია გულისხმობ ეკონომიკას და ვაჭრობას, თორემ პოლიტიკაზე საქართველოში ძირითადად საქართველოში პოლიტიკაზე კატები არიან აყეფებულები, თან ძირითადად ბუენოს-აირესიდან. ამაზე ოდნავ მოგვიანებით თურქეთთან ვაჭრობის ამბავში ესე ვლაგდებით, რომ საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა არის შემცირებული. რაც ოფიციალურ სტატისტიკას თუ დავეყნობით, ექსპორტის შემცირებით იყო განპირობებული. იანვარ-ივნისში ქვეყნებს შორის იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებელი არის 21%, ანუ 1,211 მილიონ დოლარამდე შემცირებული. ეს სხვა შორის პანდემიური 2000 წლის შემდეგ სავაჭრო ბრუნვა წლის ამ პერიოდისთვის პირველად არის შემცირებული და კლების მიუხედავად თურქეთი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნების რეიტინგში 12.3%-ით 12%-იანი აი ამ 12.3%-იანი წილით იკავებს პირველ ადგილს. საქართველო-თურქეთის ვაჭრობის სალდო არის უარყოფითი და იმპორტი ურთიერთობებში იკავებს სალსახად წამყვან ადგილს. იანვარ-ივნისში საქართველო თურქეთიდან 1,294 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც შარშანდელ პერიოდთან შედარებით იმპორტს მცირედით 0.3% აღემატება. მოდი გადავხედოთ თუ რა შემოვიტანეთ წელს თურქეთიდან, ანუ რა არის ის იმპორტირებული უმსხვილესი პროდუქტები, მათ შორის ცხადია პირველ რიგში არის დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი, ანუ საუბარია წამლების შემოტანაზე თურქეთიდან. ის კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა ის რაოდენობაში და მოცულობაში შემცირდა, აქ ტრაგიკული არაფერი არ არის, ეს ზოგჯერ გაიზრდება, ზოგჯერ შემცირდება მოთხოვნილი წამლების და მარაგების შესაბამისად. შესაბამისად, უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში კი მაგალითად აი ესეთი პროდუქტები ხდება, როგორც არის, თქვენ წარმოიდგინეთ, ნახშირბადიანი ფოლადის წნელები. აი ეს არის ის 5 სასაქონლო ჩამონათვალი, ჯგუფი, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, რომელსაც ყველაზე მეტად ვეზიდებით მიმდინარე წელს თურქეთიდან. ეხლა თქვენს წინაშე რაც არის, აი ეს საქონელი შემოვიტანეთ ყველაზე მეტად თურქეთიდან. როგორც გითხარით, აქ პირველ ადგილზე არის სამკურნალო საშუალებების დაფასოებელი, ესე იგი წამლები. მეორე ადგილზე არის 74 მილიონი დოლარით მსუბუქი ავტომობილები, მესამე ადგილზე სწორედ ეს ნახშირბადიანი ფოლადის წნელები, რომელიც ვახსენე. შემდეგ არის ნავთობი და ნავთობპროდუქტები და შავი ლითონის მილები და მილაკები. აი ეს არის ის 5 ძირითადი მიმართულება, რასაც ვეზიდებით თურქეთიდან მიმდინარე წელს, შენ ხარ ჩემი ბატონი. რაც შეეხება ექსპორტს. ანუ რა გაგვაქვს საქართველოსდან თურქეთში? მე მინდა გითხრათ, რომ ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნებში სავაჭრო ბრუნვაში არის ძალიან მცირე და წლის პირველ 6 თვეში საქართველოსდან თურქეთში საქონლის გაყიდვები 30%-ით
179 მილიონ 822,000 ლარამდე არის შემცირებული და ამ ექსპორტში 5.3%-იანი წილით თურქეთმა ჯამში საქართველოსთვის მე-7 ადგილი დაიკავა. თურქეთში ექსპორტის კლება ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გაყიდვების შემცირებამ გამოიწვია, წელს ძალიან მნიშვნელოვნად იკლო. როგორც ელექტროენერგიის, ასევე ფეროშენადნობების, მინდა გითხრათ, რომ ტრიკოტაჟის ნაწარმის გაყიდვებმაც ექსპორტირებული საქონლის, ანუ იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელსაც ჩვენს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ვეზიდებით, ანუ საქართველოსდან თურქეთში გადის და ვყიდით იქ, ეს ტოპ 5-ეული ესე გამოიყურება. მაისურები და სხვადასხვა ტრიკოტაჟის წარმომადგენლები, ნაწარმი. ელექტროენერგია, ფეროშენადნობები, ტრიკოტაჟის კოსტიუმები და კომპლექტები მამაკაცებისთვის. ასევე ხო ბოლოში არის სპილენძის ნარჩენები და ჯართი. ეს რომელიც არ დამთავრდა. მოკლედ, რისი თქმა მინდა აქ ღირს აღნიშნოთ, რომ აი პირველ და მესამე პოზიციებზე რაც იყო, ანუ მაისურები და ტრიკოტაჟის ნაწარმი და ტანსაცმელი რა ჯამში. ეს ძირითადში არის თავად თურქული კომპანიების მფლობელობაში არსებული უმსხვილესი სამკერვალოები საქართველოში, რომლებიც ჩვენს ტერიტორიაზე ამზადებენ ამ პროდუქციას, კერავენ და შემდეგ შედარებით მაღალი ფასის და თურქეთში შედარებით მაღალი მსყიდველობით უნარიანობის გამო ყიდიან თავიანთ ისტორიულ სამშობლოში. ტექსტილის კომპანიებზე და სამკერვალოებზეა საუბარი, რომლებიც ძირითადად არიან აჭარის რეგიონში განლაგებული აჭარა-ტექსტილ და სხვა კომპანიები, რომლებიც სწორედ ამით არიან დაკავებული. ხო, აჭარის გახსენებაზე სოციალურ არავინ ოფიციალური წრეებიდან, მათ შორის არც საქართველოს მთავრობიდან, არც პარლამენტიდან არ თulis ვალდებულად გააცნოს ან განუახლოს ინფორმაცია საზოგადოებას აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ჩემთვის მიზეზი გასაგებია, ეხლა თემაში არის ჩართული ბატონი რიჟვაძის ოჯახი, რომელთა გადაწყვეტილებით მოხდა თორნიკე რიჟვაძის გადაყვანა თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში. ესეთი არაოფიციალური წყაროებით და მოკითხვით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სრულად დამაკმაყოფილებელი, რაც ჩვენ ინფორმაცია მივიღეთ. სხვათა შორის შეუთავსებელი საფრთხეები სიცოცხლესთან, ანუ რაიმე განსაკუთრებული პრობლემა, ისეთი რომელიც შესაძლოა ჯვარი ეწეროს, გამოიწვევდა მის გარდაცვალებას, თურქეთში გამგზავრდებამდეც უკვე აღარ უფიქსირდებოდა. პაციენტი დასტაბილურებული იყო, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ხელისუფლება, მათ შორის თავისი გუნდის წევრების, თუ ყოფილი წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობასაც მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს და მანიპულირებს სხვათა შორის მათზე მდაბიო ამომრჩევლის წინაშე. მიუხედავად იმისა, რომ რიჟვაძის თვითკვლელობის მცდელობამ ცალსახად გარკვეული კორექციები და ერთგვარი პაუზაც შეიტანა ქართული ოცნების, რა ქვია მაგას, შიდა საფინანსო სარევიზიო პროცესში, რომლითაც მოცულია საჯარო სამსახურების უმრავლესობა და ბიზნესების გარკვეული ნაწილი. რაც შეეხება თავის დროზე ქართული ოცნების და მათ შორის მათი საპატიო თავმჯდომარის მიერ ხელით სატარებელ კიდევ ერთ ადამიანს მისი სასამართლო პროცესი გუშინ 12 საათზე შედგა. მე ვსაუბრობ ბიზნესმენ გიორგი ბაჩიაშვილზე, რომელმაც თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიერ დაარსებული თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელიც იყო. ბაჩიაშვილი, რომელმაც სოციალურ პერსონალურად მოაგებინა ბიძინა ივანიშვილს სასამართლო პროცესები, მე მგონი პლანეტის სლამის ყველა სასამართლოში. ბაჩიაშვილი, რომელსაც ალბათ ვერ გეტყვით, არ მინახავს და არც ანთელი მეკავა, ფერქვე შეგებოდნენ თავის დროზე ქართული ოცნების წარმომადგენლები, დღეს კი თაღლით თუ მანიპულატორს უწოდებდნენ. ესეთია ცხოვრება. თუმცა ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან იმ ადგილზე, სადაც ის გუშინ იმყოფებოდა, ანუ საბრალდებო სკამზე, თავად ივანიშვილი წარსდგება. მან განაცხადა, რომ არ ენდობა ქართულ მართლმსაჯულებას. კვლავ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აქვს პოლიტიკური мотиваცია და გიორგი ბაჩიაშვილის მტკიცებით ყველაფერი პირადი შურისძიებიდან და ვენდეტიდან დაიწყო, რადგან მიზანში ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს ყავს ამოღებული. გიორგი ბაჩიაშვილმა ასევე დეტალურად მოყვა, როგორ მოხდა ანგარიშსწორება მის მიმართ საკანში, როცა მას თავში დაესხა
კონკრეტულ საკანში ქსნის საპყრობილიდან გადმოყვანილი პატიმარი. ის ბაჩიაშვილის თქმით ემუქრებოდა შუშით, გაუჭრა ხელი, გაუტეხა თავი. მიღებული ჰქონდა და აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებები. იცით, ჩემი კითხვა არის მარტივი. კითხვა ხელისუფლებასთან. თუ გსურთ რომ ამოიწუროს ბაჩიაშვილის თემა მიმდინარე რეჟიმში, რომ მეორე ხარისხოვანი არგენტინელი პოლიტიკოსების შესაძლებელი არ გახდეს, თემა არის ძალიან მარტივი. უბრალოდ გაასაჯაროვეთ ბაჩიაშვილის საკნის, ანუ ციხის საკნის კადრები. და ყველაფერი მარტივად გამოჩნდება. ხალხი მე თავად გაარჩევს, ვინ არის მანიპულატორი, ვინ არის შანტაჟისტი, ვინ არის თაღლითი, ბაჩიაშვილი თუ ბუენოს აირესელი ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარე. ბაჩიაშვილზე და მასზე ინკრიმინირებულ ბრალდებაზე გამახსენდა, რომ კრიპტოვალუტა და მისი მოპოვების თემა საქართველოში აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წლებია საქართველოში აღარ ფუნქციონირებს გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებული კომპანია Bitfury, კრიპტოვალუტების გამომუშავებამ საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების 5%-ს მიაღწია და აღნიშნული კომპანიები, ვინც კრიპტოს მოპოვებით არიან დაკავებული, ძირითადად თბილისის და ქუთაისის თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში არიან რეგისტრირებული, რადგან სწორედ აღნიშნულ ზონებში ელექტროენერგიის მიწოდება DGG-სგან არის გათავისუფლებული. კომპანიების მიხედვით მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის მხრივ პირველ ადგილზე კომპანია AI Tech Solution-ია, რომელმაც 182 მილიონი კილოვატ-საათი ელექტროენერგია მოიხმარა და კომპანია ოპერირებს თბილისში, გლდანის დატა ცენტრში, რადგან წარსულში თავის დროზე სხვადასხვა Bitfury სწორედ მან ჰქონდა კრიპტო მაინინგი, ანუ კრიპტოს მოპოვება. იცით, გასაგებიც არის ახლა კრიპტოების ღირებულება არის რეკორდულად გაზრდილი. ერთი ბიტკოინის საფასური თუ არ ვცდები ახლა $117,000-ზეა. და სწორედ ეს არის გარემოება მაინინგის, ანუ კრიპტოვალუტების გამომუშავების კომერციულ მიმზიდველობასთან დაკავშირებით, რომელიც აი ამ მიმზიდველობას ცხადია ზრდის და შეიძლება მეტი ადამიანი ცდილობს იყოს ჩართული კრიპტოს მოპოვებაში. აი ამის გათვალისწინებით საქართველოში არსებულ დატა ცენტრებში მაინინგის საქმიანობა არის მკვეთრად გაზრდილი და 2025 წლის პირველ ნახევარში იმ კომპანიებმა, რომლებიც ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლები არიან და რომელთა საქმიანობაც კრიპტო მოპოვებასთან არის დაკავშირებული, მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობა წლიურად არც მეტი და ნაკლები 10 ჯერ გაზარდეს. ბრილიანტ და ალმასებს რომ გადავხედოთ, ამ სეზონის ბოლოს აქ ესეთი ამბავია, ბოცვანის ბრილიანტების მწარმოებელი წამყვანი სამხრეთ აფრიკული კომპანია De Beers-ის ნაციონალიზაცია სურს, ეს თირამ გადაწყვიტა ბოცვანის მთავრობამ. ქვეყნის მთავრობას ინდუსტრიის ლიდერის წილების იმ რაოდენობით მიღება აქვს განსაზღვრული, რაც მას კომპანიაზე სრული კონტროლის მოპოვების საშუალებას მისცემს. სხვადასხვა ამჟამად ბოცვანა როგორც სახელმწიფო De Beers-ის წილების თვართებით 15%-ს ფლობს და კომპანია Depswana-ს ანგლოსთან ერთად განაგებს. ქვეყნის წიაღისეულის მოპოვებისა და ენერგეტიკის მინისტრმა, ეს არის Ogolo Kenovendo, მან განაცხადა, რომ პრეზიდენტ მასის კომპანიაზე სრული კონტროლის მოპოვება აქვს გადაწყვეტილი და ამ ნაბიჯს ხელს ვერაფერი შეუშლის. მოკლედ, თუ ბოცვანას ხელისუფლება კომპანიის ნაციონალიზაციას მოახერხებს, მაშინ ის მოგების სულათაც მიიღებას მოახერხებს. და აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მთავრობამ მსგავსი რადიკალური ნაბიჯების გადადგმა სხვადასხვა მას შემდეგ განიზრახა, რაც ბრილიანტზე მოთხოვნა შემცირდა და ამან ბოცვანას ეკონომიკას ძალიან მძიმედ დაარტყა. თან ისე რომ ბრილიანტის ფასი შემცირდა და სხვადასხვა გლობალურადაც რომ შემცირდა, ეს სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ მოდი მაინც გადავხედოთ მიზეზებს, რატომ მცირდება ბრილიანტის ფასი მსოფლიოში, როცა ლამის ყველაფრის ფასები იზრდება. დიახ, როგორც მოგახსენეთ, გლობალურ ბაზარზე ბრილიანტის ფასები მკვეთრად ეცემა, Diamond Index-ის შეფასება ერთ წლიან პერიოდში 10%-ით არის შემცირებული, ხოლო 2022 წლის პიკურ-მაჩვენებელთან შედარებით კლება არის 53% და მთავარი ფაქტორი, რის გამოც ძვირფასი ქვა უფასურდება, არის ჭარბი მიწოდება. ექსპერტების შეფასებით, დაუმუშავებელი ბრილიანტით ბაზარი ზედმეტად არის გაჯერებული და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ალმასზე მოთხოვნა და შესაბამისად ფასიც მცირდება ახალი თაობების მხრიდან, ბუნებრივი ქვებისა და
მრავალმხრივი ინტერესის განელება არის. დღესდღეობით მილენიალები და ასევე ჯენზითაობა სამკაულის ალტერნატიულ მდგრად ფორმას, მაგალითად ლაბორატორიაში დამზადებულ ბრილიანტს ანიჭებენ უპირატესობას. ინდუსტრიის ექსპერტები კი ამ შემთხვევაში ფიქრობენ, რომ მომწოდებლები მომხმარებლის პრეფერენციებს უნდა მოერგონ. ვითარებაც კი ცხადყოფს, რომ ახალგაზრდა მყიდველები უფრო და უფრო ინტერესდებიან ბრილიანტის მოპოვების ეთიკური გზებით და ეკო-მეგობრული ალტერნატივებით, რის გამოც მოთხოვნა სინთეტიკურ ალმასზე შესაბამისად იზრდება. ლაბორატორიაში მიღებული ბრილიანტების ქიმიური შემადგენლობა კი ნატურალური ალმასის იდენტური და ამავე დროს უფრო ბიუჯეტურიც არის.